მოგესალმებით პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის. ამ ეპიზოდში დღეს ვისაუბრებთ ევროინტეგრაციასა და ვიზა ლიბერალიზაციაზე. მოძრაობის წევრები მე მარიამ იაკობიძე, პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობის წევრი ასევე პროფკავშირი გილდიას თავმჯდომარე გიგა ბექაური. დღევანდელი ჩვენი თემა შეეხება ევროინტეგრაციის და ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკურ მნიშვნელობას, რატომ აქვს ვიზა ლიბერალიზაციას ეგზისტენციალური მნიშვნელობა მოსახლეობის ნაწილისთვის და ზოგადად ევროინტეგრაციის ისტორიული მნიშვნელობა და პოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ მიმართულებით გავშლით. ზოგადად თემა ძალიან წახნაგოვანია, მრავალგანზომილებიანია და ჩვენ შემდეგ გადაცემებში ვეცდებით უფრო დეტალურად ჩავშალოთ ევროინტეგრაციის პოლიტიკური, ეკონომიკური მნიშვნელობა, რა გავლენა ექნება ევროინტეგრაციის შეჩერებას ჩვენი განათლების მეცნიერებაზე, მეცნიერებაზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს უფრო ზოგადად ვისაუბრებთ მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და პირველი კითხვა რაც მინდა დავსვათ და რაზეც დავიწყოთ ასე ვთქვათ მნიშვნელობა მსჯელობა არის ისტორიულად რა შინაარსი ჰქონდა ევროინტეგრაციას ჩვენთან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლება ესე იგი რა შინაარსს დებდნენ ევროპის და ზოგადად ევროინტეგრაციის კონცეფციაში და დღეს როგორი შინაარსები ფიქსირდება როგორ ინტერპრეტირებს ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ევროინტეგრაციას აი ამაზე რომ მოდი დავიწყოთ მსჯელობა და ვახუშტი შენით დავიწყოთ. მადლობა მარიამ. დავიწყოთ მოდი აი ეს რესპუბლიკა მეორე რესპუბლიკა რაც არის მაგ პერიოდიდან თავიდანვე და ვილაპარაკოთ ევროპაზე და დასავლეთზე არა მხოლოდ როგორც ევროკავშირზე, ევროკავშირი ერთი ეს არის ხო ერთი ორგანიზაცია. ზოგადად როგორ უყურებდა ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ მოვლენას, რასაც ვთქვათ ევროპა ქვია, დასავლეთი ქვია. 90-იან წლებში ეს იყო ფაქტობრივად ეგზისტენციალური საკითხი. ჩვენ ვცდილობდით, პირველი ამოცანა იყო ის, რომ მოგვეპოვებინა აღიარება, როგორც სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და აქეთკენ იყო მთელი ძალისხმევა მიმართული. რატო? იმიტომ რომ ეს აღიქმებოდა საქართველოს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიარება დასავლეთის მხრიდან აღიქმებოდა როგორც უსაფრთხოების მინიმალური გარანტია, ხო, რაღაცა რბილი გარანტია, ის რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე, ეგზისტენციალური საფრთხე, ყოფნა არ ყოფნის საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრებოდა, შეიძლებოდა რაღაცით შერბილებულიყო, ხო? და ამიტომ იყო ამხელაზე იმის საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება, იმიტომ რომ აი რაღაცა ამდენმა ქვეყანამ არა მხოლოდ გვაღიარა, არამედ მიგვიღო როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო ამ კლუბში, რასაც ქვია ევროსაბჭო. და ეს ზურაბჟანიას განცხადებას, რომ ვარ ქართული მასშტაბით ვარ ევროპელი. ხო, პირველ რიგში იყო საგარეო პოლიტიკური მესიჯი, რომ ევროპელები დაერწმუნებიან, რომ ჩვენც ვართ ევროპის ნაწილი. უკვე 2000-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მოდის, ჩნდება ახალი საჭიროება, რომ არა მხოლოდ ეს რბილი უსაფრთხოების გარანტია, რაც აღიარებით მოეწ, არამედ სამხედრო უსაფრთხოების გარანტიაც სჭირდება ქვეყანას და ამიტომ მთავარი აქცენტი კეთდება ნატოზე. ეს ერთი ასპექტი. მეორე ასპექტი, რის გამოც ნაკლები აქცენტი კეთდება ყოველ შემთხვევაში თავდაპირველ ეტაპზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ევროკავშირზე, გახლავთ ის, რომ ამ ნეოლიბერალურ პროექტში, სადაც თქვათ ეს სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ნაკლებად უნდა იყოს, ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს და რაც საქართველოს საბოლოოდ მერე დააკარგვინა ეს ეკონომიკური სუვერენიტეტი რაღაც რომელიც დღემდე პრინციპში არ აქვს. ხო, ბოლომდე, იმიტომ რომ დიდი კორპორაციების რაღაცა საჯიჯგნად გახადა რა. ჩვენი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ნაწილები, ხო, იქნება ეს წიაღისეული, იქნება ეს ბუნებრივი რესურსები, პრივატიზაციის მეორე ტალღა და ასე შემდეგ. ხო, ეს პირველ ტალღაში იყო შევარდნაძის დროს ცხადია. ამას
ხო, ევროკავშირი ევროკავშირი აქ დაბრკოლება იქნებოდა, ამიტომ ნაკლები აქცენტი კეთდება ევროკავშირზე. თუმცა ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოსი არ იყო მომხრედი და უფრო ევროსკეპტიკოსი იყო, იმიტომ რომ ის ეკონომიკური მოდელი, რომლისაც მიასჯეროდა და ის ეკონომიკური მოდელი, რომლის გატარებაც მათ უნდოდა, არ ჯდება ევროკავშირის და ზოგადად ევროპულ მართლობის სტილში და ეკონომიკური პოლიტეკონომიის არსში არ ჯდებოდა ეს ეკონომიკური პოლიტიკა და ამიტომ მათთვის უფრო ევროსკეპტიკური პოზიციები ჰქონდათ. ამის შემდეგ მაგრამ ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რამაც საქართველოს ტერიტორიების საბოლოო ოკუპაცია გამოიწვია ნაციონალური მოძრაობა ხვდება რომ აქცენტი უნდა გააკეთოს ევროკავშირზე და აქედან უკვე ნატოს მისწრაფება რომელიც ნატოს მიმართ არსებობს ასევე იყოფა და აქცენტი ასევე კეთდება ევროკავშირზე. და ფაქტობრივად ისინი მაშინ ეყრება საფუძველი ამ ასოცირების ხელშეკრულებას და სხვა, რასაც მერე ქართული ოცნება აგრძელებს და აგრძელებს ფაქტობრივად 20-იანი წლების დასაწყისამდე, ხო? ოღონდ ქართული ოცნებისთვის რა პროექტი არის ევროკავშირი? ქართული ოცნებისთვის ევროკავშირი იძენს ეკონომიკურ ასპექტს, ოღონდ რა თვალსაზრისით რომ ქართული ოცნება ცდილობს ეს თავისი ვალდებულებები რაც აქვს როგორც ხელისუფლებას მოიხსნას და გადააბაროს ევროკავშირს. აი მაგალითად გახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება რომ აი ბევრი კარგია, ბევრი ადამიანი წავა, იქ მიხვალთ, იმუშავებ და ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფოს ფუნქცია ხო არის ერთი მხრივ რომ ადგენს და სამუშაო ისეთი გარემო შექმნას რომელიც საბოლოო ჯამში სამუშაო ადგილებს გააჩენს და სხვა ხო ან რაღაცა სოციალური ბიუჯეტი შეავსოს და ასე შემდეგ. იმისთვის ანუ პასუხისმგებლობის გადატანა ხდება ევროკავშირზე რომ იქ წადით იქ იმუშავეთ, იქედან ევროკავშირიდან მოდის დაფინანსება, სესხი იქნება ეს თუ გრანტი იქნება და ამით ბიუჯეტის შევსების შესაძლებლობას იძლევა ეს, ასე უყურებს მანამ სანამ არ აცნობიერებს იმას, რომ აი ეს სარგებელი, რასაც იღებს ქართული ოცნება ევროკავშირისგან, არის პირობადადებული. და ევროკავშირი ეუბნება, რომ შენ იმისთვის, რომ ეს ამ სარგებლის მიღება გააგრძელო, უნდა შეასრულო რაღაცა მინიმალური მოთხოვნები და მაგაზე მე კიდევ ვილაპარაკოთ, ეს მინიმალური მოთხოვნები რამდენად საკმარისია საქართველოსთვის იმისთვის, რომ ისეთი ქვეყანა იყოს, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილო და აქ ისინი ქართული ოცნება იწყებს აი მთელი აი ამ 30 წლიანი პროექტის გადახედვას, ჩანაცვლებას ვითომ სუვერენული კონცეფციის, რომელიც საბოლოო ჯამში ნიშნავს აი ამ საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხის ნიველირებას, ხო? აი ამ პროექტის გადახედვას და ისევ დღის წესრიგში დაყენებას და ქართული მოსახლეობა ამას აცნობიერებს, ხო, რომ ჩვენ კვლავ ყოფნა არ ყოფნის საფრთხის წინაშე ვდგებით, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის საფრთხიდან გამომდინარე. ფაქტობრივად ეს 30 წელი რაც იარა ქართულმა სახელმწიფომ ქართული ოცნების ხელისუფლების ფაქტობრივად რა ვიცი, ლამის 10 წლის ჩათვლით, ერთი ხელის მოსვლით აი ამისი გაუქმება ხდება და ვიდებით საწყის ეტაპზე, ხო, რომელიც 90-ის დასაწყისში ხალხის ცოტა აბუჩად აგდებაც ხდება იმ მხრივ, რომ ანუ ეს აი იმ განსაკუთრებით იციან ხოლმე ახალგაზრდებზე ქართული ოცნების პროპაგანდა განსაკუთრებით დასცინეს ხოლმე ახალგაზრდებს და იმ აქციებზე გამოსულ ახალგაზრდებს, რომ თითქოს მათ არ ესმით, საერთოდ არანაირი ცოდნა არ აქვს მაშინ, როცა ეს ახალგაზრდები ზუსტად გაიზარდნენ აი იმ ცნობიერით, რომ ანუ ევროპა და ევროკავშირი არის ასე ვთქვათ ხსნა და თავისთავად მიზანი და უცებ ხდება ამ ყველაფრის ამოტრიალება და ისევ ანუ რა იდეებითაც გაზარდა ასე ვთქვათ ქართულმა ოცნებამ თაობები და რა გარემოც შექმნა რაშიც ეს ამ იდეების კულტივირება ხდებოდა, შემდეგ ამას თვითონ მეუტრიალებს და აბუჩად იგდებს და დასცინის თავისივე ახალგაზრდობას. კიკა შენი პოზიცია როგორ ხარ, ანუ შენ როგორ ხედავ გახსოვს
ალბათ ქართული ოცნების წარმომადგენლების ზოგადად ჩვენი საზოგადოებაში ყველა როდესაც ასოციაციების ხელშეკრულება გაფორმდა გვახსოვს რომ მათ შორის ეკლესიაც ყველა ძალიან დიდი იყო ეს პოზიტიური ნარატივები ჟღერდებოდა რომ ეს არის ძალიან კარგი ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ყველა იყო ძალიან პროევროპულად ასე ვთქვათ განწყობილი იყო ალბათ ძალიან მცირე ჯგუფი ჩვენ საზოგადოებაში რომელიც არ იყო ასე ვთქვათ გულანთებული როგორც ხელისუფლება და ოპოზიცია და ასე შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი და გვახსოვს როგორი ზეიმი მოყვა თუნდაც იმ ასოციაციების ხელშეკრულებას გვახსოვს როგორი ზეიმი მოყვა 2024-ში იყო თუ სწორად მახსოვს როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ უბრალოდ 2023-ში იყო და რა პოზიციები იყო რა საჟღერებდა ქართული ოცნება და ზოგადად საზოგადოების სხვა ჯგუფები მაშინ და ეხლა როგორ შეიცვალა ეს და შენ როგორ ხედავ აი რატომ რა შინაარსების ჩადება ხდება ეხლა და რატომ ხდება მივესალმებ მაყურებელს ესე იგი პირველ რიგში რა აღნიშნოთ რაზეც ვისაუბრეთ მაგაზე რომ დავაკომენტარო ეგ არის რომ ჩვენთვის ყველასთვის პრინციპში ევროკავშირი არ არის თვითმიზანი ევროკავშირი არის საშუალება და ჩვენ ეგრე წარმოგვიდგენია რომ ევროკავშირი ის საშუალებაა ამ ეტაპზე რომელიც საქართველოს მოქალაქეს ცხოვრობს საქართველოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეს იქნება სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, სამუშაო მშრომელი, პენსიონერი თუ სხვა ამ ადამიანებისთვის უკეთესი ვარიანტია რა ანუ ეგრე ვგონია ჩვენ და ამისთვის ზოგადად სახელმწიფო ჩვენი სახელმწიფო ვერს თავაზობს ამ ხალხს აქ იმისთვის რომ აქ დარჩნენ აქ იმუშაონ აქ მიიღონ განათლება ვერს თავაზობს ამ ელემენტარულ რაღაცებს რაც სახელმწიფო უნდა თავაზობდეს და ერთადერთი ასე ვთქვათ ფილოსანმა თქვა რომ ჩამოდითო დაგახვედრებთო ეკონომიკას მაგრამ მისმა უფროსმა მანამდე თქვა 4 წლის წინ რომ ჩვენი ეკონომიკა 10 წლის განმავლობაში ვერ გაიზრდებაო შესაბამისად ამიტომ უნდა წახვიდეთო და ევროპაში იმუშაოთო თუმცა მხოლოდ ამ საემიგრაციო ნაწილს არ გულისხმობ ევროკავშირთან ინტეგრაციის შემთხვევაში მე ვგულისხმობ მთელ რიგ საკითხებს რომელიც საქართველოს უკეთეს ქვეყანად აქცევს და ეს დაეხმარება საშუალო სტატისტიკურ საქართველოს მოქალაქეს მეც და სხვასაც და ამიტომ ჩვენ ევროკავშირს უყურებთ საშუალებას რომ უფრო დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ევროკავშირს უყურებთ საშუალებას რომ უფრო სოციალურად სამართლიან ეგრეთ წოდებულ კეთილდღეობის სახელმწიფოში ვიცხოვროთ თუ მოხდება ისე რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ და სოციალურად სამართლიანში შეიძლება ევროკავშირი საერთოდ არ დაგჭირდეს მაგრამ ჩვენ ვხედავთ პირიქით ევროკავშირთან განდგომა თავისთავად გულისხმობს უფრო მეტად ავტორიტარულს, რამდენადაც ეს ფაქტობრივად დამტკიცდა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება იმ რიტორიკის ცვლილებას, რაც ახლა ქართულმა ოცნებამ მოგვიწყო, ხო? ეს სინამდვილეში არის პროპაგანდისტული ხერხები და იმედია რომ ქართული საზოგადოება ამას ხედავს და ქართულ საზოგადოებას შეუძლია რომ ეს ამოიცნოს. მე სწორედ ამის იმედი მაქვს, იმიტომ რომ ცხადიდან ნათელია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები 2014 წელს, 2013 წელს, 2016 წელს პირდაპირ და ღიად აცხადებდნენ ვიზა ლიბერალიზაციას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ფაქტებად შემიძლია, ვინც დაინტერესდება, ყველას მივაწოდო, რას და როგორ ლაპარაკობდნენ, დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული ვიქტორ დოლიძით, რომელიც ამხელა ფიგურა არ არის ქართულ ოცნებაში, მაგრამ ნუ რაღაცა ისე ჩინოვნიკი იყო და ქართულ ოცნების პოზიციებს აღჟღერებდა. ისევე როგორც ჩვენ გვახსოვს საქართველოს ეკლესიის განცხადებები, ხო? ანუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება როცა გაფორმდა, ნუ განცხადებები იყო დაახლოებით ასეთი, რომ ეს არის ისტორიული მონაპოვარი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადება იყო სწორედ ეს მილოცვა, რომ მან თქვა, რომ აი ეს დიდი გამარჯვება ჩვენი ხალხის და მან დაალოცა ყველა ის ადამიანი, ვინც იშრომა საქართველოს ევროპასთან დაახლოებისთვის, ხო? ანუ დღევანდელი რიტორიკა რაღაცნაირად ეწინააღმდეგება თქვა თუნდაც ამ სიბრძნეს, ხო? და ამ რაღაცა ნაფიქრს, რომელიც ეხლა ყულად ხო არ ამბობს ადამიანების ეს რაღაცა თქვა ეკლესიის, ქართული ეკლესიის უმაღლესი პირი საუბრობს ევროინტეგრაციაზე პოზიტიურად, წარმოაჩენს ამას როგორც ისტორიულ მონაპოვარს, როგორც ქართული ისტორიის, ქართული ასე თქვა გენის გაგრძელებად და შემდეგ გადის რაღაცა 8 წელი თუ 9 წელი და უცებ თურმე ევროინტეგრაცია ყოფილა
გარყვნილების გზა. ანუ ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, მაგალითად, ვინც კონსერვატორულად არის განწყობილი და მაგალითად მართლმადიდებელია და მრევლია და ეკლესიის ოჯახის წევრია, ამ ადამიანებს სჯეროდეთ აი ამ მავნებლური პროპაგანდის, რომ ერთის მხრივ ჩვენ კარგად ვიცით და არაერთ გზის გაჟღერებული პატრიარქის პოზიცია ევროკავშირთან დაკავშირებით და მე რიგი შემიძლია მოვყვე ესენი და მეორეს მხრივ დღეს გახდა ეს რა ქვია ევროკავშირი გარყვნილების ბუდე, ხო? ანუ ესეთი განცხადებები ძალიან ბევრი შეიძლება მოვიძიოთ. ისევე როგორც ვიქტორ დოლიძე ამბობდა, რომ ესე რახანო ვიზა ლიბერალიზაცია მოგცესო, ესე იგი სწორ გზაზე ვდგავართო რა და ვიზა ლიბერალიზაცია მეორე რამე შეიძლება კიდევ ვიფიქროთ, რომ რახანო ვიზა ლიბერალიზაცია მოგცეს, ესე იგი დემოკრატიულ გზაზე ვდგავართო და ესე იგი ვიქტორ დოლიძეს დღეს რო ვკითხოთ ლოგიკურად, ხო, უნარების ვერბალურ ნაწილს რო გავყვეთ, თან ახლა გამოცდების პერიოდია მე მგონი და ესე იგი მაშინ თუ წაგვართვეს ესე იგი არასწორ გზაზე დავდგარვართ ვიქტორ დოლიძის სავე ლოგიკით და დემოკრატიაც შესუსტებულა ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს აჯერებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის ან ევროკავშირთან დაახლოების საკითხი, ან ევროკავშირის საზოგადოების ჩვენს მიმართ კრიტიკული პოზიცია რაიმე კუთხით დაკავშირებულია რაღაცა ტიპის ოჯახის სიწმინდესთან, რელიგიასთან და გარყვნილებასთან. სინამდვილეში ეგ არის და ომთან. სინამდვილეში ეს არის ტყუილი. პირდაპირ და ნათლად რომ გაეცნონ რატომ ფერხდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია და რატომ შეიძლება შეგვიჩერონ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არის ის რომ რიგი საკითხები არის რიგი ნაბიჯები არის ქართული ოცნების მხრიდან გადადგმული რომელიც არის პირდაპირ არადემოკრატიული შეზღუდვა მედიის შეზღუდვა სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების და სასამართლოს ან იმაზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე ამ კანონზე ხო რა იქო მოგვიწოდეს რომ ჩვენ ჩავწეროთ რომ კაცია და ხალხია და იმათ მოგვიწოდეს რომ ჩაგეწერათ რომ ხალხი არ არის თუ რა ნუ აი ამ სიგიჟეს რო აჯერებენ ხო ვიღაცებს ეს სამართლებრივადაც არაერთხელ აღინიშნა რომ შეუძლებელი ანუ ეგეთ დონეზე ჩარევები არც ხდება ევროკავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად რეგულირდება პროცესის საკითხები არის სადაც არის ეს დავშვებული არის სადაც არ არის დავშვებული ანუ ეს ისეთი საკითხები რაშიც არ შემოდის ანუ მაგ ნაწილში ქვეყნის სუვერენიტეტში ასე ვთქვათ არ ერევა ევროკავშირი და პირველ რიგში ანუ ევროკავშირის შექმნის იდეაც თავიდან რა იყო რომ იყო ეს ასე ვთქვათ ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება და აი ერთობლივი ეკონომიკური განვითარების იდეა ასე ვთქვათ ხო და მშვიდობის იდეა მშვიდობის და რაც თავი მშვიდობის პროექტი ხო ის რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ომი არ მოხდარა მაშინ როცა იქამდე ეს ქვეყნები ერთმანეთთან გადაკიდებული იყვნენ და ორი მსოფლიო ომი გამოიარეს და რაღაცა ნახევარ საუკუნეში და იქამდე კიდე ასწლეულებს განმავლობაში. და ამის მერე ევროკავშირის შექმნის მერე ომი არ ყოფილა და ევროკავშირი არის თავისთავად მშვიდობის პროექტი, ხო? ამას უზრუნველყოფ. მე მინდა გიგას გამოვეხმარო თუ გიგამ დაასრულა, რა თქმა უნდა, თუ არა და დაასრულე და მე ვიტყვი. ანუ მხოლოდ იმის თქვა მინდა რომ ჩვენ კიდევ ერთხელ განმეორდები იმას რომ ჩვენთვისაც არ არის ევროკავშირიც პანაცეა, რაღაცა ანგელოზი, სხვათა შორის ერთ-ერთი მასე რა ქვია ერთ-ერთი მოძღვარი ამბობდა რომ არ შეიძლებაო ევროკავშირზე საუბრობდეო და ინკვიზიციაზე საუბრობდეო და ამით იხსენებდნენ მხოლოდ ევროპას როგორც ასეთსო რა ევროპა არისო ის ვინც არ ვიცი მოცარტი და ასე შემდეგ არის ევროპაო და იგივე გამოდის რომ ევროპაზე იმშელო რაღაცა მისი ამ უარყოფითი ნაწილებით იგივე გამოდის რომ ქრისტიანობაზე იმშელო იუდას პერსპექტივითო და იუდას პერსპექტივიდან შეაფასო ქრისტიანობაო და ეს აქ ჩვენს ამ ქვეყანაზე ესე იგი რაღაცა 64-ს ვერ ვნახავთ. შესაბამისად, რაც ჩვენთვის არ არის ევროკავშირი რაღაცა ტიპის 64-იანი იდეალი, ამ გაერთიანებას უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული. გლობალურად, პოლიტიკურად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა და ბიძინა ივანიშვილთან მართალია და ჩვენი ისევე როგორც ესე იგი რო ამბობენ ხოლმე რატომ მოვიდა მესამე რატომ მობრუნდა ეს კაცი ამ პოლიტიკაში, ხო? ქართულ ხალხს რო დაეხმაროს. ხო? მაგას თუ დავიჯერებთ რომ მაგიტომ მობრუნდა რომ ქართულ ხალხს უნდა დაეხმაროს, ნუ მაშინ კარგად გქონია საქმე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ ქართული ხალხი იყოს კარგად, ქართული ხალხი რომ კარგად იყოს ამ ქვეყანას ჭირდება დემოკრატია და სოციალური სამართლიანობა. ეხლა მაგაში ევროკავშირი უფრო დაგვეხმარებოდა, ბიძინას არ უნდა ეგ, იმიტომ რომ მას სხვა რაღაცეების კეთება უნდა აქ და ეგ რომ არ უნდა, ამიტომ გვატყუებს რომ კაცია და ხალხია ევროპა გარყვნილია და ამიტომ ჩვენ მათ უნდა ჩამოვშორდეთ. ამის თქმა მინდოდა. ხო, ზუსტად მაგას მინდოდა რა გამოხმაურებოდი, რომ ევროკავშირი არ არის თვითმიზანი, ევროკავშირი არის საშუალება და რისი საშუალება რა ევროკავშირი არის ორი რაღაცის საშუალება ერთი რომ ის
გვთავაზობს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, ანუ სახელმწიფო ხდება ევროკავშირის წევრი, ის ვალდებულია გარკვეული მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტების შესთავაზოს საკუთარ მოქალაქეებს. რა არის, ხო, ეს უსაფრთხოების სტანდარტები? თქვათ, გეოპოლიტიკური უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება, სოციალური უსაფრთხოება, გარემოს უსაფრთხოება, რომ შენი მიწა წყალი ესე ვერ წაგლიჯოს და ვიღაცა ინვესტორმა ვერ გაანიავოს და საკუთარ ინტერესებს არ მოახმაროს და ეს არის მინიმალური დემოკრატია. მაგრამ ჩვენ ნახეთ ახლა აქ რას ვამბობთ სხვა პოლიტიკური გაერთობებისგან განსხვავებით, რა, მაგალითად ლიბერალებისგან განსხვავებით. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის საკმარისი. ანუ რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, ეგ არ არის საკმარისი, მაგრამ მაშინ რატო გვინდა ევროკავშირში რა? ევროკავშირში გვინდა, იმიტომ რომ გარდა მინიმალური სტანდარტისა, რაც უნდა დააკმაყოფილო, ევროკავშირი გაძლევს შესაძლებლობას, ევროკავშირი გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შენი უკეთესი სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული პოლიტიკა განავითარო თავისუფლად შენივე ქვეყანაში. და მესამე ასპექტი, ჩვენ რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ ზუსტად იმას, რაც გიგამ თქვა, რომ ევროკავშირში როგორც შიდა პოლიტიკურად, ისე საგარეო პოლიტიკურად არის ბევრი პრობლემა. კიდე ამით განსხვავდებით ლიბერალებისგან, რომ ამ პრობლემებს თვალს არ უხუჭავთ რა, მაგრამ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები, როცა გავხდებით, გავწევთ ძალისხმევას იმისთვის, რომ შეუერთოთ ჩვენი ხმა ევროკავშირის სხვა ხალხებში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ევროკავშირის აი ამ ხარვეზების გამოსწორება სურს და ევროკავშირის კიდევ უფრო სამართლიან და უკეთეს სახელმწიფოდ გარდაქმნას სურს და ამის პერსპექტივას ვხედავთ ევროკავშირში. ზუსტად ეგ არის ჩვენი რა, თორე ლიბერალების ზოგი ნაწილი მაგალითად დღეს რომ ევროკავშირს მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიების. იმათგან ნახევარმა შეიძლება ევროკავშირის დირექტივების 90%-თან სინქრონიზაციას მხარი არ დაუჭერს პარლამენტის საქმეზე რომ იდგება. მეორე ნაწილი მხარს დაუჭერს, მაგრამ იმაზე წინ არ წავა და ჩვენი განსხვავება ზუსტად ეგ არის მაგათგან, რომ მხარსაც დაუჭერს, მაგრამ მოითხოვს საქართველოს იურისდიქციაში, რაც ჩვენ ქვეყანაში იქნება, უკეთესი სტანდარტების დანერგვას, ისი თავისუფლება ცხადია ექნება სახელმწიფოს ევროკავშირის პირობებში და თვითონ ევროკავშირშიც გარდაქმნას, რა თქმა უნდა, ხა იმას კი არ ვამბობ, რომ მარტო საქართველოს გარდაქმნის, მაგრამ ევროკავშირში არის პოლიტიკური ძალები, ვინც იბრძვის ევროკავშირის უფრო სამართლიან სახელმწიფოთა შორის ორგანიზაციად გარდაქმნისთვის და მაგათ ბრძოლას შეუერთებთ ჩვენ ხმას. აი, ასე უყურებთ ჩვენ ამ პერსპექტივას. ხო, მე ერთი კიდე რაც მინდა დავამატო, რომ ეს ევროინტეგრაციის საკითხი ჩვენთან ყოველთვის იდგა, ანუ რეალური დისკუსიები, შინაარსობრივი დისკუსიები არასდროს არ მიმდინარეობდა ჩვენთან იმაზე, რომ რატომ გვჭირდება ევროინტეგრაცია, რას გულისხმობს ევროინტეგრაცია, რა პოზიტიური შედეგები ექნება, რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ეკონომიკურად და ამ შემდეგ და ეს იყო რაღაც თავისთავად, რაც შემდეგ ხო თქვი რომ იყო თვითმიზანი, პანაცეა თითქოს და ევროკავშირის წევრი გახდები თუ არა ავტომატურად ჩვენთან ევროპული სტილის კეთილდღეობა დამყარდება, რაც არ არის რა თქმა უნდა სიმართლე და ამიტომაც ჩვენ ვემხრობთ იმას, რომ ანუ ევროინტეგრაციისა, ზოგადად დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესის კრიტიკული გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებაში, რომ ჩვენ აი ამ დასავლური სტრუქტურებისგან მივისწრაფით არა, იმიტომ რომ ეს არის თავისთავად ჩვენი სახელმწიფოებრივი თვითმიზანი, არამედ ეს არის ჩვენთვის საშუალება რაღაცა შესაძლებლობების ფანჯარა და ევროინტეგრაცია სწორედ იმიტომაც იყო ყველა ხელისუფლების მიერ და ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ ყოველთვის რაღაც მიზნად და პარანციად წარმოსახული, იმიტომ რომ მათ სახელმწიფოს განვითარების, პოლიტეკონომიკური განვითარების ალტერნატიული ხედვა არ ჰქონდათ. ანუ არ არსებობდა ჩვენთან რაღაცა სტრატეგია, რაღაცა ხედვა, როგორ უნდა განვითარდეთ ჩვენ როგორც სახელმწიფო, როგორც რაღაც სუვერენული სახელმწიფო და ანუ მთელი ეს თავიდანაც ჩვენ თქვი ვახუშტი, რომ ამ სახელმწიფოს ფუნქციები გადატანილი იყო მთლიანად აი ამ რაღაცა ესე იგი ამ დირექტივების შესრულებაზე და მოდი აქ ისიც უნდა ვახსენოთ აუცილებლად და გიგა შენ გკითხავ რომ ანუ ეს ევროდირექტივების შესრულება რაც ხდებოდა და ჩემი გადმოსახედიდან ეს ხდებოდა რაღაცა ძალიან ასე ვთქვათ შუშის თვალებით და ყოველგვარი გააზრების გარეშე და უბრალოდ ტექნოკრატიულად მიუხედავად ამისა მაინც რაღაცა პროგრესი ჰქონდა ამას და აი ამ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება რაც უწევდათ მათ ხო წმინდად ვალდებულებებიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ მათ ამის პოლიტიკური ნება ჰქონდათ, იმიტომ რომ ეს კეთილდღეობის სახელმწიფოს და ღირსეული შრომის უფლებების და ასე შემდეგ ამის პოლიტიკური ნება ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაში არასდროს არ არსებობდა.
მუშაობდა და აი ეს თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების დადგენილებები მაინც აიძულებდა მათ რომ რაღაცა ელემენტარული სტანდარტები მაინც დაეწესებინათ, ელემენტარული სტანდარტები მაინც შემოიღოთ ჩვენთან, ამონაც რაღაცა გარკვეული ინსტიტუციური და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით პროგრესი მოგვიტანა, ხო? და ამ ნაწილში გიგა, ანუ შენ რო განავრცო, რას უგულისხმობთ აი ამ ინსტიტუციურ პროგრესში და პირველ რიგში აი მაგალითი რა შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების თუნდაც ტექნოკრატიულმა შესრულებამ რა პროგრესი მოგვიტანა, მცირედი პროგრესი, მაგრამ რაც არის საწყისი იმისთვის, რომ უფრო მეტი დავაშენოთ ამაზე, ხო, სამომავლოდ. ესე იგი 2013 წლიდან პრინციპში შემიძლია თქვა, რამდენადაც ვაკვირდები, რომ 2013 წლიდან იწყება შრომის რეფორმის ნაწილი, რაც ჩვენთვის პროფესიული კავშირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია და სიმართლე რო გითხრათ, ესეთი რაღაც რომ არ მომხდარიყო, რაც ბოლოს 3 წელია ხდება, ამ ნაწილზე ჩვენ პირდაპირ და ღიად, ესე იგი ძალიან დადებითი შეფასება მქონდა როგორც დინამიკის. ანუ როგორც დინამიკაზე, და დინამიკა თორე კარგი კი არისო, მაგრამ მიდიოდა სადღაც. ანუ აღებული გეზი იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შრომის რეფორმის საჭიროება, რაც ნიშნავდა საქართველოში დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებას, ამ მხრივ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებას და საკანონმდებლო ბაზის ცვლილებასთან ერთად რაღაცა პრაქტიკული რაღაცების კეთებას რა. მაგალითად შრომის ინსპექცია შეგვიძლია დავსახელოთ. კი, შრომის ინსპექციაც და ძალიან თავიდან მართლა შენ კითხვი რომ შუშის თვალებითო, მაგრამ ძალიან აქტიურად მიდიოდა მუშაობა რა, ესაც პროფკავშირთან სამხრივ კომისია შეიქმნა ისინი. მაგიტომ ამბობ ხოლმე რომ ჩვენ პროფკავშირის შუშის თვალებით მე გულისხმობ აი თვითონ პოლიტიკურ ელიტას გულისხმობ, ხელისუფლებას გულისხმობ, რომელიც ანუ მათი თუნდაც ინტერვიუებს რომ მოусმენდიან, აი რა რიტორიკა ქონდათ, ძალიან ატყობოდათ ხოლმე გააზრებული არ ქონდათ აი ამ რეფორმებს რასაც ატარებდა, რისთვის ატარებდა, რა მიზანს ემსახურებოდათ, რომ მე იმას კი არ გულისხმობ, რომ ის სამოქალაქო სექტორი თუ პროფკავშირებით ვინც იყვნენ ხოლმე აი ამ პროცესებში ჩართული და რეფორმებში. არა ხო მექანიკური იყო გეტყვი. ხო, უფრო ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ის იყო მექანიკური და აი ეს რაღაც ახლა პუნქტებია ჩამოწერი, რომელიც უნდა შევასრულოთ რა, მაგრამ აი ეს შესრულება რა მიზანს ემსახურება და შენას მოგიტანს და ამ მარტო ამ შესრულებაზე ხო არ არის, ამის მიღმაც ხონდა გახვიდა, ამის მიღმა სტრატეგიაც ხონდა გქონდეს და რაღაცა ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი დაკვირვებით მათ რაღაცა ეს არ ქონდათ და რაღაცა ეს უბრალოდ სწორხაზოვნად მიუყვებოდნენ და მიუხედავად ამისა მაინც პროგრესი იყო, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოებაც ძალიან აქტიურად იყო ამ ყველაფერში ჩართული და პროფკავშირები დამოუკიდებელი პროფკავშირები. კი, ჩვენ მე ძველ პროფკავშირშიც მუშაობდი და იქ ისიც ჩართული იმ პერიოდანაც ჩართული ვიყავით და ამ პერიოდანაც მე რაღაც რა თქმა უნდა ქართულ ოცნებისთვის ბევრად უფრო კომფორტული იყო ყოველთვის ცენტრალურ კონფედერაციასთან მუშაობა, რამდენადაც ჩემი დაკვირვება ამას ვამბობ ხოლმე ცენტრალურ კონფედერაციასთან ბევრად ნაკლები არის სავაჭრო და ბევრად მეტრამეზე შეგიძლია წამოიყვანო, ვიდრე დამოუკიდებელი პროფკავშირების შემთხვევაში ეს მოხერხდებოდა და ჩვენ უკვე 21 წელს უკვე როგორც დამოუკიდებელი პროფკავშირი ისე ვიყავით ჩართული რეფორმაში, შრომის რეფორმის ნაწილში. ანუ რა მოხდა ახლა საქართველოს მოქალაქეებმა რომ უკვე გარიგო ქართულმა ოცნებამ 2013 წლიდან დაიწყო შრომის რეფორმის პროცესი, ეს იყო ევროკავშირის ვალდებულება და ეს მივიდა საბოლოო ჯამში იქამდე რომ 2018 წელს უკვე ჩვენ გვაქვს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა, ესეც არის პირდაპირ ევროკავშირის დირექტივა, აი დირექტივებზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე როგორცო მოსკოვიდან ერთდროსო მოდიოდაო დირექტივებიო, ეხა იქიდან მოდისო დირექტივებიო და ეგეთ დირექტივასაც ხო გააჩნია იმ მოსკოვიდან დირექტივის ხარისხს აღარ ვიტყვი. ესე იგი დირექტივის ნაწილი იყო ის რომ დღეს რო გავივლით და მშენებლობას შევხედავთ და ბადე რომ არის გაკეთებული და ელემენტარული მაინც რო დაცულია და ის რომ სტატისტიკაში სამშენებლო სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობაზე ფაქტობრივად სამჯერ შემცირდა ფატალური შემთხვევების რაოდენობა, ის რომ სამუშაო ადგილზე აღრიცხვა დაიწყო ჯერ ეს ერთი თან აღრიცხვა დაიწყო ამ პერიოდში. ეს არის სწორედ ამ დირექტივის შედეგი. 2018 წლიდან იწყება მოკლედ რეფორმა, თავიდან ძალიან სუსტია შრომის ინსპექცია, ამაზე ძალიან დიდი წვალება მოგვიწია ჩვენ რო ევროკავშირისთვის მიგვემართა რომ ევროკავშირზე იძულებინა მე ხელისუფლება რომ ეს რეფორმა ბოლომდე რამენაირად მieყვანა და 2021 წელი არის, როდესაც პრინციპში ფორმირდება შრომის ინსპექცია როგორც ასეთი, მას აქვს შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების კონტროლის ფუნქცია, რომელიც რაღაც თვალსაზრისით ერთმანეთს მოიცავს. შრომის უსაფრთხოების ნაწილი მოიცავს მაგალითად ასევე შრომის პირობას სამუშაო დროის ნაწილში. ანუ სამუშაო დრო შეიძლება ასევე იყოს შრომის უსაფრთხოებაზე გავლენის მომხდენი და ასე შემდეგ. და აი ამ პერიოდში იქმნება შრომის ინსპექცია, ასევე სამხრივი კომისია ფუნქციონირებს შედარებით მანამდე. შრომის კოდექსში შემოდის ის ნორმები, რომლის საშუალებითაც ჩვენ პროფესიული კავშირები ვიგებთ სასამართლოში 98%-ს ჩვენი საქმიანობებისას მაშინ, ანუ იმ კანონის მიხედვით მოვახერხეთ ჩვენ ამ ცვლილებების მიღწევა.
და ნუ იქ ასევე გენდერული საკითხი შემოდის, ეს გენდერული ეს გენდერზე ხო ახალი ჩაჭირა აქვს და გენდერული საკითხი რა იყო კაცო, რომ ხელფასის ნაწილში ქალი რომ მუშაობს იმავე პოზიციაზე და კაცი რომ მუშაობს განსხვავებული ხელფასი რატო უნდა ქონდეთ? და კიდე უამრავი დედობის უფლება, მაგალითად გენდერული დედობის უფლება რო არ არის დაცული და დეკრეტული შეებულება რო არ არსებობს სამყაროში, აი ეს საკითხები შემოიტანა რა და ეხა ეძახი რომ კაცსაც შეეძლოს მათ შორის დეკრეტულის აღება თავისი მშობლობის შეებულების აღება და ესეც ზუსტად ამი ცოტა უკეთესი მდგომარეობა არის, ანუ გულისხმობ აი დეკრეტული შეებულება რაღაცეები ახალი ცვლილებები იქნა შეტანილი ოცნების პირობებში, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა ძალიან ჩამორჩება იმ სტანდარტს, რაც ძალიან შორს არის იმისგან, რაც უნდა იყოს და ევროკავშირის სტანდარტისგანაც შორს არის და იმ სტანდარტისგანაც შორს არის, რაც რეალურად ჩვენ შეიძლება გვინდოდეს იმისთვის, რომ საქართველოში მშრომელი იყოს ძლიერი, პოლიტიკურადაც ძლიერი, სოციალურად ძლიერი, მას ეკითხებოდნენ მისი ცხოვრების შესახებ. როგორ უნდა გადაწყვიტონ, როგორ უნდა იმართებოდეს საწარმო, როგორ უნდა იმართებოდეს სექტორი, სადაც მუშაობს. ეს იყო ევროპული სტანდარტი, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იმართება, თქვა, სამხრივი კომისიების ნაწილი, საერთოდ სკანდინავიაში უკვე ორმხრივი კომისია, ანუ ბიპარტიზმს ეძახიან, როდესაც შენ ყოველ წლიურად მინიმალურ ხელფასს ზრდი, მაგალითად, ამ შეხვედრების პროფკავშირების სახელმწიფო და დამსაქმებელი. ჩვენთან მინიმალური ხელფასი ვერცერთ ევროკავშირის დირექტივაში ვერ რას ამბობდნენ, იცი? ყველა საინტერესო იგაა, რომ ჩვენ ყველაფერი შევცვალთო და მინიმალური ხელფასი შეცვალთო, აქედან მეუბნებოდ, რა პრობლემაა, სადაც ამდენი რამ გაკეთო და არა, ეგო დირექტივაში ვარ წერია. ანუ რაც დირექტივაში აღარ ეწერავს, ის აღარ აღარ. აი, ერთი საკითხი მინდა და კიდე აი ამ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე მინდა უბრალოდ რაღაც აღნიშნო, რომ ვახუშტი საღან შენ წამოვიდე, რომ ჩვენი პოზიცია რითი განსხვავდება სხვების პოზიციისგან და ანუ ესე ვთქვათ ჩვენ მემარცხენეები და სოციალ-დემოკრატები ევროინტეგრაციას ყოველთვის ხედავდით უფრო სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში და ეს იყო ჩვენთვის რაღაცა ევროპა როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი, მზრუნველი სახელმწიფოს ანგარიშვალდებული პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მოდელი, არა იდეალი, მაგრამ მოდელი, რომელიც შეგვიძლია რაღაცა იქიდან რაღაცა ჩარჩო, რომელშიც შეგვიძლია იბრძოლო უკეთესი. მაგრამ ეს არ არის რაღაცა იდეალი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება ჩვენი სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოსი და როდესაც ჩვენი ასე თქვა, თუნდაც მოძრაობის სახელი შერჩევა რომ მოხდა, არა იმიტომ რომ რაღაცა სკანდინავიურ სოციალ-დემოკრატიაზე გვაქვს სწორება, არამედ ჩვენ ისტორიულ გამოცდილებაზე გვაქვს სწორება და საქართველოს იყო პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა და პირველი ასე თქვა, ეს სახელმწიფო დონეზე სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკების გატარება დაიწყო ზუსტად ჩვენთან და ბევრი ევროპელი მაშინ ახტოვანებით წერდა ჩვენ იმ ექსპერიმენტზე, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობდა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ჩვენთვის ევროინტეგრაცია არის უფრო აი სოციალური და ეკონომიკური საკითხები, ეკონომიკური კეთილდღეობა და მაშინ როცა მაგალითად მართველი გუნდი წინა ხელისუფლებაც და ძალიან ბევრი ევროინტეგრაციის იდეის დამცველი, მაგალითად მხოლოდ აქცენტს აკეთებს ხოლმე კულტურულ ნაწილზე, ანუ ჩვენი ისტორიულად და კულტურულად ვართ ევროპის ნაწილი, მაგრამ რატომ არ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპის ნაწილი სოციალურად და ეკონომიკურად, ხო? რატომ არ უნდა იყოს ჩვენთან იგივე ეკონომიკური კეთილდღეობა, რაც აქ და ძალიან ხშირად არის ხოლმე მაგალითად მემარჯვენეებმა ისიან ხოლმე, რომ ესე იგი გეოპარაკებიან ევროპაზე, როგორც აი ევროპის ნაწილი უნდა გავხდეთ, ევროკავშირის ნაწილი უნდა გავხდეთ, მაგრამ როცა ეუბნები ევროკავშირის წევრობა გულისხმობს რაღაცა რეგულაციებს, რაღაცა ელემენტარულ სტანდარტებს, არა ეგ არ გვინდა, მაშინ რანაირად გამოდიხარ, ხო, ევროპის ნაწილი, რას გულისხმობს ეს ევროპისკენ სვლა, ხო? და აქ ერთი რაღაც მინდა გავიხსენო, მაგალითად უბრალოდ ანუ როგორ ხედავდა ჩვენთან ხელისუფლებები, როგორ ხედავდნენ, ანუ ერთის მხრივ გასაუბრებოდნენ ევროპისკენ სვლაზე, მაგრამ მეორეს მხრივ როგორ ეკონომიკურ პოლიტიკასაც ისინი ატარებდნენ, ხოლმე იქნებოდა ეს მაგალითად ლიბერტი აქტი თუ შემდეგ ქართული ოცნების პირობებში მიღებული ოფშორების კანონის შარშა, რომელიც ძალიან დაემთხვა გამძაფრებულ ანტიდასავლურ რიტორიკას, ამასთან ერთად მოხდა ამ ოფშორის კანონის შემოღება, ანუ რას გულისხმობს, ანუ მათი ეკონომიკური მოდელი რაში მდგომარეობს, რომ ესე იგი მდიდრები, ასე ვთქვათ, მსხვილი ბიზნესი, ოლიგარქიული კლასი თავისუფლდება გადასახადებისგან, ერთის მხრივ და მათთვის ეს საქართველოს იქცევა საგადასახადო 64-ად, აი ამ ოფშორების კანონით და სხვა მსგავსი კანონებით, რაც ჩვენთან მოქმედებს და ჩვენთან ბიუჯეტი ძირითადად ივსება ღარიბების გადასახადებით რეალურად, ანუ დაბალი საშუალო ფენების გადასახადებით ივსება ბიუჯეტი და ისინი თავისუფლებიან აი ამ ყველანაირი პასუხისმგებლობით
მუშაობისგან და მე მაგალითად ყოველ შემთხვევაში ესე ვხედავ წინ შაშან იყო რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და როცა გამოვიდნენ შეხვედრიდან იძახდნენ რომ აი პრემიერ-მინისტრი დაგვერდა რომ არაფერი არ იცოდა ყველაფერი კარგად არის ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარი ხო აი ყველაფერი კარგად არის არაფერი არ არის სანერვიულო რა და ანუ ძალიან სასაცილო იყო ჩვენთვის იმიტომ რომ ანუ რა მარტივად დაალაგდა მსხვილი ბიზნესი ხო ხელისუფლებასთან და რატომ დაალაგდა ესე მარტივად იმიტომ რომ რეალურად თუ ვირმეს არ აწყობს ჩვენთან ევროინტეგრაცია და ევროკავშირის წევრობა არის სწორედ აი ეს ოლიგარქიული და ბიზნეს კლასი, პოლიტიკური კლასი, ელიტა, რომლისთვისაც აი ეს წევრობა გარკვეულ რაღაცა ჩარჩოებში მოაქცევს, გარკვეულ რეგულაციებს დაუწესებს, რაღაც ანუ ისე თავისუფლად ასე ვთქვათ, ვეღარ გამდიდრდებიან, როგორც ეხლა მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, რესურსების ხარჯზე, იაფი მუშახელის ხარჯზე და ამ შემდეგ და ხალხისთვის ამ დროს რატომ არის ეს ეგზისტენციალური, ხო? იმიტომ რომ ჩვენთან არსებობს რაღაცა რომ არსებობს ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება და ამ რესურსები, ამ ელემენტარული სერვისების მისაღებად, ამ ელემენტარული რაღაცეებისთვის უწევს ხალხს ქვედა ფენებს, ასე ვთქვათ, ევროპაში წასვლა და თუნდაც ანუ როდესაც მიდიან ამ სამუშაოდ, სეზონურ სამუშაოებზე, იქაც მართალია დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე მიდიან, მაგრამ მის დაბალანაზღაურება ჩვენს დაბალანაზღაურებასთან შედარებით მაღალია და ახერხებენ რაღაცა ელემენტარულის დააგროვონ, რომ მე აქ რამდენიმე თვე გადარჩნენ, ასე ვთქვათ რა და ანუ იმის თქმა მინდა რა რომ ჩემთვის მაგალითად რატომ აქვს ამ ევროინტეგრაციას კლასობრივი განზომილება რომ დიდრებს არ აწყობთ იმიტომ რომ ის მათ რაღაცა შეზღუდვებს უწესებს და დანარჩენი ხალხისთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი გადარჩენის საკითხი ხო? ცოტა კიდე კლასობრივი განზომილება ევროინტეგრაციის სურვილს რატო აქ ამ ხელამ ხარდაჭერა ევროინტეგრაციას 80%-ზე მეტი 86%-იო მე ვციტირებ თვითონ ღარიბაშვილის როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო სიტყვებს ესე იგი, როდესაც მიდის აქედან მუშახელი, ხო, ეს იქნება სეზონური სამუშაო თუ მიგრანტები, რომლებიც უფრო დიდი ხნით არიან. ისინი ხედავენ ევროკავშირში არსებულ პირობებს, ხო, შრომით პირობებს თუ საცხოვრებელ პირობებს, რა. ხედავენ იმ სიკეთეებს, რომელიც არსებობს იქ, ხო? ეს იქნება, ვთქვათ, მინიმალური ხელფასი იქნება, ეს შრომითი უსაფრთხოება იქნება. გაგაწყობთ, გახსოვს ბიზნესის ინტერვიუ, რო თქვა, რომ ჩვენ მაშინ გაუბედურდით, როცა ევროპაში საზღვრები გაიხსნა და დავინახეთ კაი ცხოვრება, ძალიან სიმბოლურია. ხო, ანუ ამებს ხედავს რა. ამ სიკეთეებს რაც არის ხედავს. მათ შორის მარტო იმას კი არასაც თავის თავზე იწუნევს იქ, არამედ ხედავს იქ ევროპელი მუშახელი როგორც არის. პარალელურად ოღონდ რეალობაც უნდა ითქვას, ხო, პარალელურად ხედავს გარკვეულ უსამართლობებსაც, ხო? მათ შორის ხედავს რა თუ არალეგალური მუშახელია, იქ რა პირობებში უწევს მუშაობა, ისეც მიგრანტ მუშახელს უფრო ცუდი პირობები რო აქვს, მაგრამ ეს ცუდი პირობები შეიძლება ჯობდეს აქაურ კარგ პირობებს, ხო? ნახეთ, ამ ორივეს ხედავს. ორივე ხედავს კარგსაც და ხედავს ცუდსაც და აი ამაში აი ამ ორივეს დანახვის შემდეგ, ორივეს ახმის შემდეგ ის აკეთებს არჩევანს, თავის კლასობრივ არჩევანს ევროკავშირის სასარგებლოდ. და ოღონდ ის დაცლილია ილუზიებისგან. ანუ ეს არის საქმიანი და გაცნობიერებული არჩევანი. დაცლილი ყოველგვარი ეს იდეალური წარმოსახვებისგან, რა. მაშინ როცა ქართული ლიბერალური ელიტა ქართულ ლიბერალურ ელიტას როგორი არსებით ახლა რა თქმა უნდა გამონაკლისები არსებობს, მაგრამ არსებითად როგორი ევროპა აქ ნანახი, ხო? აი ეს გართობის ინდუსტრიის ევროპა და რაღაცა იქ მილანში შოპინგის ევროპა და ეს თავი რაღაცა უსაზღვრო თავისუფლების ევროპა. მარტო ეს აქ ნანახი და მარტო ამას იდეალიზებს. მეორე მხრივ კონსერვატორული ელიტა რას აკეთებს, ხო? კონსერვატორული ელიტა აი ამ იჭერს ამ უარყოფით, რაც ევროპაში შეიძლება იყოს. ხო? იქ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სადღაც კრიმინალი გაიზარდა, სადღაც რაღაცა, ხო? ვერ რეგულირდება რაღაცა ფაქტორები, იმიტომ რომ ევროკავშირის გამოწვევების წინაშე ამას იხმევს ხელზე და ამით ცდილობს მის კრიტიკას, ხო? მაგრამ ორივე შემთხვევაში კონსერვატორული და ლიბერალური ელიტის ორივე შემთხვევაში იდეალიზებული არის ევროპა. ერთში კარგი არის გაბუქებული და მეორეში ცუდი არის გაბუქებული. რა ამას იმის დანახვა უნდა, ამას საპირისპიროს დანახვა უნდა და სინამდვილეში ხალხის
ორივე შემთხვევაში ნახევრად სიმართლესთან გვაქვს. ხო, ორივე შემთხვევაში გვაქვს ნახევრად სიმართლესთან საქმე და ერთიანობაში სიმართლეს. ხედავს მხოლოდ და მხოლოდ აი ეს ქართველი ხალხი, რომელმაც საკუთარ ტყავზე განიცადა როგორც უარყოფითი, ისე დადებითი და ამის შემდეგ, აი ამ რეალობის და მატერიალური რეალობის ანალიზის შემდეგ გააკეთა არჩევანი ევროკავშირის სასარგებლოდ სწორედ იმაზე დამისნებით, რომ იქ შესაძლებელია გარდაქმნები, იქ შესაძლებელია ჩარჩო, რომელიც მოგცემს ისეთი ქვეყნის აშენების შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ შეიძლება არასდროს არ გქონია რა. ოღონდ როდესაც ჩვენ წარსულზე და იმაზე ვლაპარაკობთ, ხა შენ კითხვარითიც დაიწყე. ჩვენ არც ევროპა გვაქვს იდეალიზებული, სხვათა შორის არც პირველი რესპუბლიკა გვაქვს იდეალიზებული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფუნდამენტურ საკითხს ვეყრდნობი და იქეთ ვაცხადებთ ჩვენ, რომ აი ამ პირველი სოციალ-დემოკრატიის მემკვიდრეები ვარ და ამის ამოწევა გვინდა, მაგრამ იქ ხო ერთ საუკუნის წინანდელი ამბავია პირდაპირ დააკოპირეთ, ხო? შეიცვალა რაღაცები. ამიტომ ჩვენ ვეყრდნობით იმას, რაც ჩვენ ისტორიულ წარსულში გვაქვს, ვსწავლობთ სხვა ხალხების და სხვა სახელმწიფოების გამოცდილებას და რა შეიძლება ავიღოთ და ჩვენს კონტექსტს მოვარგოთ. ხედავთ ევროკავშირს როგორც აი ამ ბრძოლის საშუალებას და ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ის სიკეთეები, რაც ევროკავშირის ხალხებს აქვთ, ევროკავშირში ცხოვრების დროს, ციდან კი არ დაცემულა. ეს თავზე კი არ დაცემია ციდან. ეს სიკეთები ამ ხალხმა ბრძოლით მოიპოვა და ხანდახან მართლა პირდაპირ მნიშვნელობით დაპირისპირებით და შეტაკებებით და ასე შემდეგ, ხო? ევროპა როგორც ბრძოლის ასპარეზი, ასე ვთქვათ, სადაც ეს თუ შენ გინდა, შენ მოიპოვო და შენი ინტერესები დაისვა, ამისთვის გჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და ჩვენ ვაცნობიერებთ იმას ყველა სხვა პოლიტიკური ერთობისგან განსხვავებით, რომ ჩვენ ევროკავშირში რომ შევალთ, იქ მზამზარეული კი არ გვექნება ყველაფერი. ჩვენ იქაც მოგვიწევს ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ ვიქნებით გაცილებით ძლიერები, იმიტომ რომ ჩვენ გავხდებით ნაწილი იმ ძლიერი სამართლიანი სახელმწიფოსთვის მიმართული მოძრაობების, რომელიც დღესაც ამ წუთასაც არსებობს. ევროპაში ამ წუთასაც იბრძვიან და ამ წუთასაც ცდილობენ გარდაქმნას და ისინი ჩვენგან მიიღებენ ასევე ჩვენს უნიკალურ გამოცდილებას. მარტო ჩვენ კი არ შეუერთდებით, მაგრამ ისინიც შეუერთდებიან ჩვენს ბრძოლას და ეს იქნება ორმხრივი რაღაცა ერთაშორისი და ხალხთაშორისი ბრძოლა უკეთესი სამართლიანი სახელმწიფოსთვის და სამართლიანი სახელმწიფოებისთვის, სამართლიანი სოფლიოსთვის, იმიტომ რომ მარტო თან ეგ მემარცხენეობის ნაწილი და სოციალ-დემოკრატიის ნაწილი, ხო ხარ შეუძლებელია შენ იბრძოლო სამართლიანობისთვის ერთ ქვეყანაში, თუ შენს რეგიონში ან სოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ყველაფერი უსამართლოდ არის. რა ესო გულუყვილობაა და იდეალიზმია. ამიტომ ჩვენი ამოცანა როგორც სოციალ-დემოკრატების არის ის, რომ გავხდეთ სამართლიანი ბრძოლის ნაწილი, რომელიც მოფენილია მთელს ამ შემთხვევაში ევროკავშირში, რა, იმიტომ რომ ის ყველაზე პერსპექტიული შესაძლებლობა ამ წუთას და ვიფიქროთ იმაზეც, რომ ეს კიდევ უფრო გავაფართოოთ და კიდევ უფრო ძლიერი ბრძოლის ნაწილი გავხადოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთი საკითხი მინდა, ეხლა მაგალითად გიგასთან გავშალოთ, რაც შენ ახსენე, რომ ხალხისთვის როგორ აღიქმება ევროპა და აი თუნდაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ვიზა ლიბერალიზაციის შემდგომ რაც გაიხსნა გზები და უფრო მეტმა ადამიანმა შეძლო გასვლა და თუნდაც აი პრაქტიკაში გამოცდა, რას გულისხმობს, როგორია ევროპული ცხოვრება, ასე ვთქვათ, ხო? რომ ეს პირველ რიგში არის რაღაც ელემენტარული აი ყოველდღიური საჭიროებები რომ არის დაკმაყოფილებული თუნდაც ის რომ ტრანსპორტის უკეთ მუშაობს ქალაქ გეგმარება როგორია შრომითი უფლებები ასე შემდეგ ანუ რაღაც ანუ კეთილდღეობა დაინახა ხალხმა და ანუ მაგალითად იმ დღესაც ქონდა მსჯელობა იმაზე რომ რეალურად ამ პოლიტიკურმა ელიტებმა ჩვენთან რომლებიც ცდილობენ რაღაც ამ სხვადასხვა შინაარსების ჩადებას იმის მიხედვით როდის რა აწყობთ ხალხმა
რეალურად ყველაზე სწორად და ყველაზე კარგად გაიგო და ამის დასაცავადაც გამოვიდა, როდესაც დაიწყო ეს აქციები, ხო? და გვახსოვს ერთ-ერთი მთავარი მაგალითად ლოზუნგი იყო არა რუსეთს კი ევროპას და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს და რაღაცა მე რა ვცდილობდი რაღაცა მე როგორ ინტერპრეტაციას ვაძლევდი რა ამას რას გულისხმობს ხალხი როცა იძახის არა რუსეთს კი ევროპას რა და ჩემთვის მაგალითად ესე მე ესეთი შინაარსი მივეცი ჩემ თავად მაგრამ შეგვიძლია ანუ არ არის აუცილებელი რომ მას ვინც თქვა ეგ გულისხმა ანუ მაინც ჩვენთან ეს ევროინტეგრაცია ერთ-ერთი მიზეზი ასე ვთქვათ იყო ასევე რომ რაღაცა უსაფრთხოების საკითხი და აი რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლა და რაღაცა აი ამ სხვა სამყაროს ნაწილი რო გამختارიყავით და ჩემი აზრით მაგალითად როდესაც ამბობ არა რუსეთს ხალხი აქ იგულისხმება ის რომ რუსეთი ასოცირდება რაღაცა უთანასწორობასთან ოლიგარქიასთან ავტორიტარიზმთან ადამიანის უფლებების დარღვევებთან ასე შემდეგ და ეს აღარ გვინდა ჩვენ ეს კორუფცია ანუ ეგ ხო სიღარიბა ეკონომიკური ჩამორჩენილობა ავტორიტარიზმი ასე შემდეგ ანუ ეს აღარ გვინდა ჩვენ და ჩვენ გვინდა ევროპა რომელიც ასოცირდება რაღაცა ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობასთან პასუხისმგებლიან და ანგარიშვალდებულ სახელმწიფოსთან სტაბილურობასთან მშვიდობასთან ასე შემდეგ და შესაძლებლობასთან ანუ მე ესეთი ინტერპრეტაცია მივეცი და მეც ჩემი შტაბ-ჭრილობა ყოველ შემთხვევაში ეს არის გამოც გამოვიდა ხალხი რა და აქ ხო არ არის მარტო რაღაცა ევროპა როგორც რაღაცა ესე ქვია ოცნება რა აქ არის იმაზე რომ ჩვენ აი ის პრაქტიკა გვინდა, ის ყოველდღიურობა გვინდა, ის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა გვინდა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელიც ჩვენ ვნახეთ და ვიცით რომ არის იქ რა და რომელიც არასაკმარისია, თუმცა დასაწყისისთვის კარგი ბაზაა. მინიმალური რაღაც მაინც გვინდა, ხო? ეგეც არა გვაქვს ასე თქვა და შენ ხო რა, ანუ შენ რას ფიქრობ მაგაზე და შენი არ არის უცებელი ეს განავრცო, მაგრამ ანუ შენ რას დაამატებდი ამ კუთხით ასე თქვა. და ბოლოსკენ წავიდეთ, იმიტომ რომ ბიკომ გვანიშნა რომ უნდა დავასრულოთ. ესე იგი, პირველ რიგში გეთანხმები რა, როცა აღნიშნეთ. ჯერჯერობით ეს ევროკავშირი განსხვავებული ქვეყნების ერთობა არის და ძალიან განსხვავებული არის შიგნით ბევრი თვალსაზრისით რა, პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით. ესე იგი, კულტურული განწყობების თვალსაზრისით, ტიპაჟ ადამიანების ბუნებრივი ხასიათის თვალსაზრისით. თუნდაც აი ამ რასაც ამბობენ ხოლმე რელიგიურ ნაწილშიც ხო ანუ სად უფრო მეტი რომელი კონფესია უფრო ამითაც სრულად განსხვავდება ამიტომ ეს ბევრნაირ ჩვენ რომელი მოგწონს კიდე ესეც ჩვენი დისკუსიის საკითხია ხო ვიღაცა შეიძლება უფრო მეტად ფინეთი მოწონდეს და ვიღაცას უფრო მეტად ესპანეთი მაგრამ ვიღაცას შეიძლება საერთოდაც უფრო მეტად მოწონდეს საფრანგეთი და ასე შემდეგ ხო ყველას განსხვავებული სპეციფიკა აქვს მაგრამ ჩვენ ერთი რამ ვიცით რომ მეტნაკლებად მინიმალური სტანდარტი არსებობს როგორც შრომის პირობების შრომსაფრთხოების ნაწილში, ხო? ან საზომად რა ვიყოს მინიმალური ხელფასი, ხო? ჩვენ კარგად ვიცით, რომ მინიმალური ხელფასი, თქვათ, ცენტრალურ ევროპაში 1500 евро თვეში 1500 ევროდან იწყება და ზემოთ. რაც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული მინიმალური ხელფასია, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტორულ დონეზე მინიმალური ხელფასი უკვე მეტია. კიდევ უფრო მეტია. ლუქსემბურგში საერთოდ ეროვნულ დონეზე 2200 ევროა და მეტი, რამდენადაც მე ვიცი. და ანუ ეს სტანდარტი, აი ეს არის მინიმალური საბაზისო სტანდარტი, რაც ვიცით რომ ამ ხრივ არის უკეთესობა. მაგრამ კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ ჩვენთვის და მე განმეორდები ამას, აი თვითონ ამ აქციების ნაწილშიც, რა მე საერთოდაც არ მომწონა და არ ვიყავი რაღაცა ამის მომხრე, რომ ევროკავშირის დროშის ამ ფრიალით ჩავლილიყო ხოლმე ეს აქცია. რა ჩემთვის თავისთავად უფრო არსებითი საკითხები მგონია რომ სწორი, ანუ ჩვენ ევროკავშირის დროშას როგორც კი ვიყენებთ აღნიშნულად კეთილდღეობის და სოციალური სამართლიანობის ამდენადაც ეს აღნიშნული საქართველოს საზოგადოების უმრავლესობისთვის არ ნიშნავს იგივეს, რადგანაც საქართველოში ლიბერალურმა ელიტამ ევროკავშირი წარმოაჩინა არა იმად, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ რაღაცა ტიპის ლიბერალურ პერსპექტივად, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებად, რაც არის, მაგრამ მარტო ეს არა. არის ხო, მაგრამ ამათ იმდენად ეს რაღაცა გაბერეს და იმას აკეთებს, რომ ეს ადამიანი უყურებს კაცო საშუალო სტატისტიკური ჩემი მშობელი იქნება თუ ჩემი მეზობელი იქნება თუ ჩემი რაღაცა ხალხა მეც კაცო. ხო, ეს გამოხატვის თავისუფლება რა, ანუ ვერ ანუ კარგია, მაგრამ ნუ აი გავიგე, მაგრამ მე ჩემ ყოველდღიურობას ეს რით გახდის უკეთეს ამ შემთხვევაში. და ანუ საზოგადოების დიდ მანაწილმა ნახა რომ ეს ევროკავშირი, ფორმალური დემოკრატია, რაღაც რაზეც პირდებიან, არც ისე მნიშვნელოვანი არ არის. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ბუნებრივად ვერ იქნება ეგ, მნიშვნელოვანი უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლებისთვის სინამდვილეში, სოციალური სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია. ხო რა გამოხატვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, თუ ხელმისაწვდომობა არ გაქვს განათლებაზე.
ანუ თუ რა უნდა გამოხატო, თუ ხელმისაწვდომობა არ გაქვს კულტურაზე, განათლებაზე, ინფორმაციაზე, იმაზე რომ არ გშიოდეს ბინაზე ხელმისაწვდომობა, თუ რა ის გამოხატოს დავისუფლებ, ან მაგას ამბობ, გაიგე და საბოლოო ჯამში ჩემთვის ეს ითლიანობაში აი ეს პერსპექტივა, ქართული სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივა, რომელმაც ევროკავშირი ასე გააფეტიშა, საბოლოო ჯამში ამ ევროკავშირის ამ ტენდენციაზე რაღაცა კი ახალგაზრდები, სტუდენტები, რაღაცა პროგრესული თბილისის საშუალო კლასი რაღაცეები კი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მოსახლეობის უმრავლესობა სამოქალაქო სექტორმა თავისი პროცესიდან გამოთიშა და ჩვენ ამასაც უნდა დავუკვირდეთ რა. ხო, და ჩვენ სინამდვილეში ამის დაბრუნებას ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მოხერხდეს ის რომელიც ჩვენ სულამობ ხოლმე რა კრიტიკულად კი ის რაც ლიბერალურმა სპექტრმა გააკეთა ჩატეხა ხიდი საქართველოს პოლიტიკურ პროცესსა, საქართველოს საზოგადოებრივ პროცესსა და საქართველოს მოსახლეობის სრულ უმრავლესობასთან. ამ ლიბერალური პროცესის ნაწილი იყო ბიძინა ივანიშვილი თავად. რადგანაც მისი განცხადებები ჩვენ მრავლად გვახსოვს, როგორ პოზიციონირდებოდა და ქართული ოცნება თავისი ამ იგივეს თვითონაც ახერხებდნენ, რა თქმა უნდა ამას ეს მეინსტრიმული ოპოზიციური სპექტრი ეხმარებოდა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. და ჩვენი მიზანი სწორედ უნდა იყოს ის, რომ იმას კი არ მივიღოთ მონაწილეობა, რაც მათ შექმნეს, არამედ ახალ გზის წესრიგში ჩვენ სწორედ ის შევქმნათ, რაც აი იმის ალტერნატივა იქნება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში, ამ პერსპექტივიდან ევროინტეგრაცია და სწორედ ამ პერსპექტივიდან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების კრიტიკა, იმიტომ რომ ეხლა დღეს მეზღვაურები წერდნენ რა, რომ ჩვენთვისო რა ხდებაო ხალხო, იცითო რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაგვიქვნესო, ანუ მე უპირატესობაო თქვა სხვა ქვეყნის მუშახელთანო, იმიტომ მქონდაო რომ მე არ მჭირდება ამდენი დოკუმენტაცია, როდესაც მე ზღვაური ვარ და გადავლახავ. ეხლა მე ესე იგი ან ხელფასი უნდა დამაკლონო ამის გამო. ან ჩემს მაგივრად უნდა აიყვანონ ვიღაცა X ქვეყნიდან, რომელიც შეიძლება საერთოდაც აქამდე არ იყო წევრი, არც ვიზა ლიბერალიზაციაზე ქონდა, არც არაფერი, მაგრამ ნუ აი ხარ აღარ მნიშვნელობა აქვს. შედარებითი უპირატესობა ქართული მეზღვაურებისა მცირდება და სხვა რიგი საკითხები ჩამოთვალეს. ეს უამრავი სხვა რამ არის შრომით ნაწილში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ეს მნიშვნელოვნად აუარესებს. რამდენიც არ უნდა წილოსანმა ახლა პროპაგანდისტულ მესიჯბოქში ჩაურიოს, რომ ეკონომიკა გაიზრდება, იმ ბრძენმა კაცმა თქვა, კაცო, 4 წლის წინ წირდება ამას დრო და მე ვეთანხმები ამაში. ხო, ეს რა ქვია, ზოგადად ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ძალიან ბევრი შედეგები ექნება და ძალიან მძიმე შედეგები ექნება ჩვენ საზოგადოებაზე. რაღაცეები ჩვენ შეგვიძლია ახლა გავთვალოთ და წარმოვიდგინოთ და არის ალბათ რაღაცეები, რასაც ჯერ ვერც წარმოვიდგენთ და მე უკვე თუ დადგა ეს და მე ალბათ ხო ამ რეალობის წინაშე თუ აღმოვშთით, მე ალბათ დავინახოთ რაღაცებს, რაც ახლა ვერ ხედავთ და ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ რომ ეს არ მოხდება და ხალხი არ დაისჯება ასე ვთქვათ ჩვენი ამ ავტორიტარული მმართველი კლასის გამო და მაგრამ მაგ შემთხვევაშიც ანუ ყოველ შემთხვევაში ნიჰილიზმს არ უნდა მივეცეს და ყოველთვის უნდა ვიაროთ იმისკენ რომ ჩვენ ანუ ევროინტეგრაციის ფარგლებში თუ ევროინტეგრაციის გარეშე ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება ჩვენი განვითარების ხედვის ქონა, როგორი სახელმწიფო გვინდა, როგორი დემოკრატია გვინდა, როგორი ეკონომიკა გვინდა, რომ გქონდეს ეს ჩვენი შესაქმნელია, ეს ბრძოლები, ჩვენი შიდა ბრძოლებია გასატარებელი, იმიტომ რომ ის კეთილდღეობაც რაც შენ თქვია, ევროპაშიც არ მოსულა ჰაერიდან და ეს დემოკრატიული და დემოკრატიული პროცესების და ბრძოლების ნაწილი იყო და ანუ ჩვენ ანუ ეს ხედვა უნდა შევიმუშავოთ და იმიტომ რომ ანუ აქამდე ესე იგი ქართულ ოცნებასაც და წინა ხელისუფლებასაც მიუყავდით ამ ევროპისკენ, ევროინტეგრაციისკენ, უცებ ეს ყველაფერი შემოტრიალდა და ალტერნატივას არაფერს არ გვთავაზობენ. არანაირი ალტერნატიული ხედვა არ არის. როგორ ვითარდებით რა? მაშინ ანუ რა სიტუაციაში რა არის ანუ ევროპის ალტერნატივა რა არის, ხო? სად ვართ მაშინ და ანუ არ არწევს ეს ხედვა და საერთოდ აი ეს ჰაერში გვტოვებს და ან თუნდაც ესე იგი ეხლა ესეთი პროპაგანდა არც არსებობს ხო ალტერნატივა ხო და ანუ რაც ესე იგი ახალი ის დაიწყოს პროპაგანდა რომ აქეთ ჩამოდით ემიგრანტები და ესე იგი რა სად უნდა ჩამოვიდნენ ანუ არც ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არც ხელმისაწვდომი განათლება არც ნორმალური ანაზღაურება და ბევრი არც დემოკრატია და ხო თუნდაც სტუდენტების ამბავი ახლა მაგალითად აი მე ზღვაურები ახსენა სტუდენტები ძალიან ბევრი სტუდენტები
გადიან სეზონურ სამუშაოებზე და აგროვებენ თანხას იმისთვის, რომ შემდეგ სწავლის გადასახადი გადაიხადონ. რა მაგალითად, თუნდაც ჩემ გამოცდილებას მოვუყვები გაცვლით პროგრამით, როდესაც სწავლობდი გერმანიაში, ერთ თვეში სტუდენტური სამუშაოთ, ანუ მოვაგროვე იმდენი თანხა, რაც ალბათ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ მოვაგროვებდი და დღეში 7 დღე, კვირაში 7 დღე რომ მემუშავა 12 საათი. ასე რომ, ანუ იმას კი არ ვამბობთ, რომ ევრო ინტეგრაციაზე უარი, იმიტომ არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ჯანდაცვის მისაღებად, განათლების მისაღებად და ფულის დასაგროვებლად ხალხი იქ უნდა გადიოდნენ. არა, ჩვენ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც მაგის გამო არ მოუწევს ხალხს იქ წასვლა რა, აქ უნდა გქონდეს ეს სერვისები, მაგრამ ამასაც რომ არ გვთავაზობს ხელისუფლება, ხო, მაშინ რა ალტერნატივაში ვრჩებით, ხო? და ანუ ესე იგი მათ რჩებათ კეთილდღეობა, მათ რჩებათ გამდიდრდება ყველანაირი რეგულაციების, ყველანაირი მაკონტროლებელი მექანიზმების გარეშე და ხალხი ელემენტარული რაღაცა სერვისების მისაღებად და ელემენტარული გადარჩენის საჭიროებების მისაღებადაც ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ჩაკეტილი ვართ ამ რაღაცა ავტორიტარულ მოკლედ სისტემაში. მოკლედ დავასრულებთ აცი უკვე და ძალიან გამიგრძელდა, ვფიქრობ საინტერესო გამოგვივიდა და როგორც თავში აღვნიშნე, ეს საკითხი ძალიან ბევრ განზომილებას მოიცავს და შემდეგ გადაცემებში ვეცდებით უფრო ვრცლად გავშალოთ ეკონომიკური საკითხები ასე შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის. გამოყევით ჩვენ YouTube არხს და თვალი გვადავნეთ. მადლობა, ნახვამდის. მადლობა.